Ეწყება უკვე რუბრიკა, რომელიც ჩვენი პარტნიორის ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მზადდება და პირდაპირ ეთერში რუბრიკის ავტორი და გადაცემის თანაწამყვანი ნათია შათილიშვილი გვერდება. მშვიდობის ნათია, ძალიან დიდი მადლობა თქვენ დროისთვის და ყავს ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი სტუმარი დღევანდელ გადაცემაში. მოგესალმებით, დღეს ჩვენ სტუმრად ყავს ლიდერ ქალთა ორგანიზაციის ულამაზესი ლიდერი ქალბატონი მაკა ცაბუტაშვილი, რესტორან თაშრეს ხელმძღვანელი. თაშრეს დიდი წარდგენა არ სჭირდება, მას იცნობს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ყავს, მაგრამ სასურველია თვითონ ქალბატონმა მაკამ გვიამბოს რესტორნის შესახებ, როგორ შეეძლო მან სარესტორნო ბიზნესში ესე ამდენი კმაყოფილი კარგი მომხმარებლის მოპოვება, დადებითი ემოციები და ამდენი კარგი ისტორიის, ძვირფასი ისტორიის შენარჩუნება დღემდე. მოგესალმებით მაკა, დიდი მადლობა თქვენ დროისთვის. მოგესალმებით მეც, თქვენს და თქვენს ძვირფას მაყურებელს. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წევრობა უკვე ძალიან დიდი პატივი არის ჩვენთვის. ჩემთვის პირადად, როგორც ფიზიკური პირისთვის და ბიზნეს ოპერატორისათვის, ასე რომ ქალბატონ ნათიას ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო. სასწაულად მაგარ საქმეს აკეთებთ. მოდი ასე ვთქვათ, პირდაპირ თქვენი მსმენელი უკვე მე ვიცი, რომ დიდი ხანია ნათია ეთერში სტუმრობს და აქედან გამომდინარე, კარგად იციან ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელსაც ეს ორგანიზაცია აკეთებს. შესაბამისად, ჩემთვისაც ამ ორგანიზაციის წევრობა უკვე ავტომატურად დიდი პატივი არის. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით ნათია თქვენ ამ დიდი საქმისთვის, რასაც შეიჭიდეთ და რაც რისი თანაზიარიც ბევრი ლიდერი თავის საქმეში პროფესიონალი ქალბატონი არის. ნუ რაც შეეხება თაშრეს, რა ვთქვათ თაშრეზე აბა? თაშრეზე უნდა ვთქვათ ბევრი რამე, უნდა ვთქვათ. სხვათა შორის მე მოდი ეს ფორმულირებას გავუკეთებ, მაშინ კითხვას, როგორია ამ შემთხვევაში იყო რესტორნის მართვა. ნუ სექტორი ამ შემთხვევაში საქართველოში ყოველთვის გამოირჩეოდა მზარდი დინამიკით. ყოველთვის სხვათა შორის არის ძალიან დიდი კონკურენციაც და ერთ-ერთი ისეთი სექტორია, სადაც მართვა მიმდინარეობს, ჯანსაღი კონკურენცია მიმდინარეობს თუ არ ჩავთვლით ცალკეულ მანკიერებებს საბოლოო ჯამში ბაზარზე. მაგრამ როდესაც შექმენით ხარისხი და დღეს ზუსტად რესტორანი ხარისხით არის დენომინირებული, მე მაინტერესებს რა გზა და რა პრეისტორია გავლეთ საბოლოო ჯამში და როგორ მოიყვანეთ დღეს ობიექტი აქამდე. რესტორანი აქამდე ბიზნეს ტერმინებს ვიყენებ მაინც. შეინარჩუნო კმაყოფილი მომხმარებელი. თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ხარისხი, სიტყვა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ბიზნესში. სარესტორნო ბაზარი არის დამეთანხმებით ძალიან გადატვირთული. ძალიან კონკურენტუნარიანი. მით უმეტეს ის ქუჩა, რომელზეც თაშრია, განსაკუთრებით კონკურენტულიანი არის, ყველაზე ისეთი ბრენდული, მე ვიტყოდი და ქსელური რესტორნები ჩვენს ქუჩაზეა. დავამატებ იმას, რომ თაშრი არის ცალკე, ასე ვთქვათ, ავტონომიური რესტორანი, რომელიც უშუალოდ გურმანებისთვის არის. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ უფრო მეგრული ხაზი გვაქვს აღებული, თვითონ რესტორნის სახელიდან გამომდინარე. შესაბამისად, ის მეგრულ-აფხაზური კერძების ნაზავი, განსაკუთრებით მე ასე ვფიქრობ და ასე ფიქრობენ ჩვენი სტუმრები, ჩვენი მომხმარებლებიც, რომ განსაკუთრებით მაღალ დონეზე გვაქვს აყვანილი. შესაბამისად, თაშრე არის გურმანებისთვის. სანდრო, თქვენ არაერთხელ იყავით ჩვენს რესტორანში, არაერთი გადაცემა გაქვთ მოწყვნილი და თავის დროზეც ეს ძალიან დიდი იყო, ასე ვთქვათ, მოკლედ პატივი თქვენი დაინტერესება თაშრეს მიმართ და თაშრეს ინტერესების გათვალისწინება იქიდან გამომდინარე, რომ სარესტორნო ბაზარი მით უმეტეს პანდემიის პერიოდში ყველაზე დაზარალებული არის, მოგეხსენებათ ხომ? ზოგადად ბიზნესი ძალიან დაზარალდა, ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ და ნუ მე ვიტყოდი, რომ რესტორნებმა განსაკუთრებით დიდი დარტყმა და დიდი ზეწოლა მივიღეთ. თუმცა მაინც ასე თუ ისე რაღაცნაირად გავუძელით და საკმაოდ ღირსეულად დღეს რა სურათია ესე გამოვიდა სექტორი ამ შემთხვევაში პანდემიური შოკი. კრიზისიდან, ხო? პრინციპში კი შეიძლება უკვე ითქვას, რომ გამოვიდა, მაგრამ ის დარტყმები, ის დანაკარგები რაც იყო, მაინც აისახება და დღემდე ასე ვთქვათ რეაბილიტაციის პროცესში ვართ. გონი ერთადერთი ადგილია, სადაც არა მარტო ლიდერ ქალთა ორგანიზაციის ქალბატონების საყვარელი თავშეყრის ადგილი, არამედ კორპორატიული მომხმარებლისთვის ყოველთვის თქვენ გაკითხავენ და ისინი ძალიან კმაყოფილები არიან და ეს არაერთ მომხმარებელს დაუფიქსირებია, ხო? თქვენთან დაკავშირებით. ძალიან მიხარია თქვენგან ამის მოსმენა. და არა მარტო ქართველ ბიზნესმენ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ხო?
ну ალბათ პირველ რიგში რაც ვიტყოდი ის არის რომ რესტორანი ზოგადად ყველა სეგმენტზე არის გათვლილი. მით უმეტეს თაშრე 3 სართული აქვს და სხვადასხვა სივრცეებია და ასე ვთქვათ ერთ სივრცეში 3 რესტორანია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხთან ერთად მე მაინც ვიტყოდი რომ სტუმრების კონფიდენციალურობა არის, რაც თაშრეში არის მაქსიმალურად დაცული, რომ ნებისმიერი სტუმარი თავს გრძნობს დაცულად და იცის რომ მისი გართობა იქნება თუ რაღაცა, რაც ძალიან ისეთი არაერთი შემთხვევა არის, ხო, განსაკუთრებით საქართველოში და არა მარტო ალბათ საქართველოში, როდესაც სტუმრების ესეთ მშვიდობიან გართობას ვერ ახერხებენ ხშირად თუ ხანდახან ობიექტები და ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ყველა სტუმრის სტუმრობა დაცული იყოს, განსაკუთრებით ხო ისეთ სეგმენტს ჩვენ ვიცით რომ რესტორან თაშრეს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ქართული ბრენდის დღეზე. მე ვიცი რომ 2 წლის მანძილზე თქვენ იყავით წარდგენილი და აი როგორ შეგრძნება ეს რესტორნისთვის, როდესაც ურყევად გეხარ პირველ რიგებში ისეთ კონკურენტ უნარიანი ბაზარზე, როგორც არესტორნო ბაზარია. პატივი ნათია. დამეთანხმებით ძალიან დიდი პატივი არის, მით უმეტეს პანდემიის შემდეგაც რომ გაგრძელდა და მოვახერხეთ რომ რაღაცნაირად ნომინაციებში ლიდერი წინა პლანზე ყოფილიყავით კი. განსაკუთრებული პატივი არის რომ 3 წლის განმავლობაში თაშრე გახდა გოემიო მოგეხსენებათ გასტრონომიულ რუკაზე, ეს არის ფრანგული გასტრონომიული სამკვლევი. 3ჯერ ზედიზედ მოვახერხეთ ამ ნიშნის დაბრენდვა მოკლედ როგორც იტყვიან და ეს კიდევ ყველაზე მეტ სტიმულს გვაძლევს რომ უფრო წარმატებით, უფრო მეტი მიზანდასახულობით გავაგრძელოთ ჯილდოს მოპოვებას რა მიზანი აქვს გარდა იმისა რომ მომხმარებელზე იყო მაქსიმალურად გათვლილი და მორგებული რომ შენი ხარისხი, შენი ნიშანის კონცეფცია რაც გაქვს ხომ ობიექტს შენარჩუნებული კონდეს და სულ პოზიციონერებდე საკმაოდ ისეთ რიგებში. ეს მომხმარებელს ავტომატურად უჩენს იმის განცდას, რომ შენთან როდესაც მოდის, შენთან იხარჯება, ასე ვთქვათ, მას თავისი საღამოს შენთან გატარება სურს, სანდოობის გარანტია არის. ეს ნებისმიერი ჯილდო არის სანდოობის გარანტია. თქვენთან ურთიერთობა, თქვენი ჯილდოები, თქვენი ორგანიზაციიდან მიღებული ჯილდოები ავტომატურად იგივეს ნიშნავს, რომ სანდოობა ჩვენს მომხმარებელს ამით უფრო მეტად მაღალი აქვს და შვეიცარიულ კომპანიას ვყავართ 3ჯერ ზედიზედ, ასე ვთქვათ, დაბრენდილი თუ ნომინაციაში გადმოცემული, როგორც ლიდერი რესტორანი, შესაბამისად, აი ეს ჯილდოები, მთელი რიგი ჯილდოები, ბუნებრივად დიდი პატივი არის და უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ უფრო მეტი შემართებით, უფრო მეტი პატივისცემით, ჩვენი ამოსავალი წერტილი ხო ზოგადად ბიზნესის ამოსავალი წერტილი რა უნდა იყოს სტუმარი, ხო? მისი მომხმარებელი, კმაყოფილი მომხმარებელი, ბუნებრივია. ბაზარმა რამდენად ისწავლა ხარისხში ფულის გადახდა. აი, სხვადასხვა აი როდესაც საუბრობთ ხოლმე, რომ აი, მაგალითად, ხარისხი და ფასი, საერთოდ არის ეკვივალენტური ერთმანეთის. ამაზე ორი აზრი არის. აქედან გამომდინარე, ბაზარი რამდენად მომწიფდა და რამდენად დაიწყო ბაზარმა ხარისხის დაფასება. მე ვიტყოდი, რომ არ იყო პირდაპირ პროპორციული ხარისხი ფასთან შესაბამისობაში ხშირად არ იყო ხოლმე. დღესაც არ არის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მომხმარებელი აფასებს უკვე ამას და მაქსიმალურად ცდილობს. არა მარტო თაშრეს მომხმარებელი, ზოგადად ქართული მომხმარებლის კულტურაც, ინფორმაციულობაც, პროდუქტიულობაც, ამაში ალბათ ყველაფერს ხელს უწყობს, ხო? თქვენი გადაცემები ზოგადად მსგავსი ტიპის გადაცემებიც, ჩართულობა, განვითარება, ეს ყველაფერი ხელს უწყობს, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის როდესაც რაღაც კონკრეტულ პროდუქციაში თანხას იხდის, არ აქვს ამას მნიშვნელობა, საკვები იქნება თუ სხვა დანიშნულების პროდუქცია, მან აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ის თანხა არის პირდაპირ პროპორციული და ეკვივალენტური იმ ხარისხთან. აბსოლუტურად გეთანხმებით და ძალიან საინტერესო ანალიზი მივიღეთ თქვენგან და ძალიან გამიხარდა ზოგადად თქვენი ხილვა სტუდიაში. ნათია, ძალიან მადლობა ასეთი ფანტასტიკური ადამიანის მოყვანისთვის გადაცემაში, ასევე ძალიან დიდი მადლობა ესეთი ფანტასტიკური ეს თქო ელფერისთვის, რომელიც გადაცემაში შემოიტანეთ და უბრალოდ იმედია ჩვენი სხვადასხვა ფორმატების სტუმარი კიდევ არაერთხელ იქნებით. ნათია, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობები, მაგა, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობები. მადლობა დიდი.